მოიც არ წახვიდე ერთი წამი. ის თვალი გაგიყიდე. მართლა? აი $3,500. რამდენი? ჩემი ახლობის ნათესავი მუშაობს ამ სფეროში და დამეხმარა. ხელობის ფული არც გამომართვა. საერთოდ არ ველოდი ამ ხელათანხას. მე კი ვერ ვერყვევი, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ ეთყობა რა. არა, რა ვიცი, იგივეა თითქმის. ხო შეგამჩნია შენებმა. არა, საერთოდ არ ვიყავი სახლში რომ არ დაენახათ. ძალიან კარგი, ახლა შეგიძლია მშვიდად და წყნარად მიხედო შენ საქმეებს. გეყოფა ეს თანხა? კი, როგორ არა. გამოცდისთვის რომ მომემზადო და რეპეტიტორს გადავუხადო, როგორ არ მეყოფა. მაშინ მეც ძალიან ბედნიერი ვარ შენ გამო. რო ჩააბარებ აუცილებლად აღვნიშნათ ერთად, ხო? შეგრი ჩემი ანგელოზი. მე კარგი ნუ აჭარბებ ახლა. ჩაი დავლიოთ, ხო? კი. რეაქცია ძალიან. ზვიად. აი, ეგრე მოგენატვე. კი, როგორ ბიჭო. აი, შენს გარეშე არაფერს აზრი არ აქვს რა. არც დალევას, არც მუშაობას და არც ახალი ანეკდოტების მოყოლას. გაჩერდი ხა რა არის ახალი მოყოლა? რა, არაფერი ისეთი. მუშაობა, ცეხი, შეკვეთები და ესე. დაჯი რა. თან შენთვის ახალი ამბავი მაქვს, სულ ცხელ-ცხელი. რა მოხდა? მოკლედ, ერთი დამკვეთი ყავდა, ირინა. აი, უმაგრესი ქალია. აი, როგორ იცი, აი ცოტა დაღვინებული. როგორი? დაღვინებული რა. ხო და ჩემზე და კასპერაზე ასაკით უფროსია. და ეს კასპერა გამომიდოდა, რომ თურმე ერთად არიან. მოიცა. ის ლაკოვსო? კი, რამდენი ხანია. ლაკოვსო. ეხლა ირინა. ალადის გასპერა რა უცებ უხურს გემოვნებას ნახე? დროს არ კარგავს. კარგია, კარგია. გობს. დაბრუნდი რა ჩვენთან რა. ერთად ვიმუშაოთ, როგორც ადრე, ჰა? აი ზვიად რა. ვერ გამო. გადაწყვეტილი მაქვს უკვე დარჩენა რა. უგან დასაბრუნებელიც არაფერი მაქვს. კარგი რა. კაი, გეხვეწები რა ზვიად. მოდი მაგის გარდა რაზეც გინდა იმაზე ვილაპარაკოთ რა. კარგი. მაგრამ რაღაც მინდა გთხოვ. აი წამოსვლის გარდა რაც გინდა ის ვთხოვ. ისმინე ბარე მაგვართ და მამოს რო გამასაუბრო შეგილია. პატარა საქმე მაგრამ რაღაც. კი, ბიჭო, აბა რა თუ წამოიხო განახი. წამო. მიდი. გამარჯობა. გამარჯობათ. მოგზანდით. მადლობა. და უგაიცანიეს ლალია დედაჩემი. ძალიან სასიამოვნოა, აი ეს თქვენ. რა ლამაზი ყვავილებია. თურმე როგორ კარგოგოს მიმალავდა ჩემი შვილი. შენი. მიბრძანდით. ეხლა წესი შუბზა. დავბრძანდი. მადლობა. რაგი? ძალიან მინდოდა რომ ღომი გამეკეთებინა, მაგრამ მე კერა სამითხრა რომ არ გვინდაო, ამიტომ ტკბილი სუფრით შემოვიფარგლეთ. სამაგეროთ ბრაუნი გამოვაცხე. ეს თქვენი გაკეთებულია? ძალიან მიყვარს ბრაუნი. კი. ხო, სტომატოლოგი ხარ? კი ბატონო. ვიფიქრე რომ შეიძლება ტკბილეულს საერთოდ არ მიიღო. არა, ვჭამი შვიათად. რა არის? არაფერი, ისაუბრეთ. ეხლა ცოტა ჩაშვებასავით გამომდის, მაგრამ დედა, დადე გვარდები. ძალიან ლამაზი ვარდებია. ცოტა ჩაშვებასავით გამოდის, მაგრამ მაინც ვიტყვი. არასდროს ჩემს შვილს აქ თავის შეყვარებული გოგო არ მოუყვანია. ამიტომ ამ სიტუაციაში პირველად ვარ და შეიძლება ცოტა არადეკვატური მოგეჩვენო ყველა შენი შრომას და რჩევას კაპიტალისტი. ქალ ბატონო ვალი. არ მინდა ქალ ბატონო. ვალი ამჯობია. კი ბატონო. ლალი. პირველივე დღეს ნუ გავაგიჟებთ ახლა, ხო, თაკვას? არა, რა გამაგიჟებთ, პირიქით ძალიან დიდი მადლობა ესეთ თბილი დახვედრისთვის. მადლობა შენ, რომ ჩემს შვილთან ერთად ხარ.
ძალიან გემრიელია. მართლა? აუ, რეცეპტს ხო ვერ ჩამოწერინებთ? როგორ არა? გეტყვი? ჩააწერინე. კი, ეხლა რაღაცა მაქვს ერთი წამით მოსატანი მოვიტან და ეგრევე ჩაგაწერინე. წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა მოიფიქრე. ძალიან საყვარელი. ძალიან. იცი რა, ეს შეიძლებოდა მერეც მომეცა, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა დღეს. რა. ხუთდღიანი დასვენება რომში? რა დავი? არ მოგწონს? არა, არ მოგწონს. If you want time I would give you my hand until ჩვენ ორნი რომში? I will stay by your side. ისმენ ჩემი ნახვა გინდოდა. მე ცეხში მუშაობ. ხო და აი ის მაინტერესებდა. აი ის რომ ლოცვის დროს რომ წიგნს ვდებთ ხოლმე. აი ის რომელ ცეხში გეთდება? რა გინდა? ისე აი შეკვეთა რომ მოვიდეს და რომ ვიცოდე სად გეთდება. ზუიად. თუ იცი შენ 10 მცნება. ზოგი კი ყველა არა. ერთ-ერთია იმაზე თუ როგორ არ შეიძლება ტყუილე. სიმართლე მითხარე, რატომ ხარ აქ? ძალიან ნერვიულობ, მამა. რატომ? რამ დაგიმძიმა სული? კობას ახლანდელი მდგომარეობა ჩემი ბრალია. შენ რა შუაში ხარ ზუიად? თამაშთავი ქონდა დანებებული. შემდეგ მე შევთავაზე ერთხელ, ორჯერ. და განაგრძო. და ამ მდგომარეობამდე მივიდა. ჩემი ბრალია რომ დაკარგა თავისი ცხოვრება, სამსახურიც, ოჯახიც. იცით, აი ამის თქმა მინდა ძალიან დიდი ხანია ხმამაღლა და ვერავის ვერ ვეუბნები. თავარია რომ შენ საქციელს ნანა. ღმერთი კი აუცილებლად შეგინდობს გულწრფელად მონანიებულ ცოდებს. ღმერთი კი შემინდობს, მაგრამ მე როგორ ვაპატიო საკუთარ თავს, რომ კობა ახლა ჩემ გამოვა ამ დღეში. ეშმაკმა კობას საცდუნებლად შენ გამოგიყენა. მაგრამ იგივე შეიძლება სხვა ადამიანის სახით ეკნა. ახლა კი მთავარია რომ ორივე მახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება და ძველი ცოდვები მოინანიოთ. და მე გუშველის კობას ჩემ სულს. ღმერთი გამოგიწვდით ორივეს დახმარების ხელს. თავარია ჩაეჭიდოთ. მადლობა, მამა. ღმერთმა დაგულოცოს.
უი. გამარჯობა. ანა, კერესა სახლშია? და მალე იქნება. წასულები არიან რამდენიმე დღით. არ ვიცი. წასულები? კარგით. გინდა და რამე? არა, რაღაც საქმე მქონდა, მაგრამ გადავცემ თუ გინდა. არა, იყოს. მადლობა. ნახვამდის. მაგრამ იქნებ ტყუილ არ მოსულ, იქნებ რაღაც მოგთა თქვენ. კი, რა თქმა უნდა. ხო და იმაგის გასარკვევად მოვედი. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მთელი კლინიკა ჩვენზე ჯორაობს. რო თითქოს მე და შენ შორის რაღაც ხდება. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს დაიგნეთობს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს